პირველი გამარჯვება მატჩის შემდგომი ემოციები. რას ამბობს უკრაინის მთავარი მწვრთნელის საქართველოს ნაკრებზე და რა არის ვილის ანიოლის მთავარი მიზანი? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურე ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ მიხეილ მესხიდან, სადაც საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა პირველი ბრძოლა მოიგო. ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ხორვატია მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ჩვენმა ახალგაზრდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ. ქართული შემტევების აქტიურობას და მამაცაშვილის დარტყმას მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. შედეგად მეტოქემ ბურთის საკუთარ კარში ჩაჯრა. ამის შემდგომ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა რამასვანაძის გუნდი პირველ ნახევარში თავს უშეცდომოდ იცავდა. მეორე ტაიმში კი სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიზო მამაგეიშვილმა ხორვატ მეკარეს საჯარიმოს გარეთ ბურთი მოპარა და იძულებული გახადა, რომ თამაშის წესები დაერღვია. შედეგად ხორვატმა მეკარემ 71 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. თუმცა დარჩენილ დროში სვანაძის გუნდმა რამდენიმე კარგი მომენტის მიუხედავად ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლო. მაგრამ რაც მთავარია, ორ მატჩიან დაპირისპირება საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით იგებს. შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მედიასთან ისაუბრეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა რამა სვანაძემ. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი. დაავაიქე ვიდეო და გამოიწერე ახლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ცუდი თამაში გამოვიდა. ძალიან ხარისხიან გუნდს ვეთამაშეთ. ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ველოდით კიდევაც დავთქვი კიდევაც კომენტარებში თამაშამდე, რომ ყველაფერი მეორე თამაში გადაწყდებოდა და ესეც იქნება. საერთო ჯამში უკვე მეორე ტაიმში შეიძლებოდა და გვინდოდა რომ კიდევ გაგვეტანა, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ მოგებული ჩავდივართ ხორვატიაში. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ როგორც თამაშამდე ვთქვი, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და იმ მიზანს მივახციოთ, რომელიც თავიდან ესე ღიად არ ფიქსირდებოდა, არ იგეგმებოდა, მაგრამ უკვე პროცესში, უკვე განსაკუთრებით პირველი წრის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენ რეალურად შევდექით როგორც გუნდი, ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ კიდევ ერთხელ შეგვეღო ევროპის ჩემპიონატის კარი და კიდევ ერთხელ გვეთამაშა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად ჩვენი ფეხბურთისთვის, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის და თვითონ ფეხბურთელებისთვის, იმიტომ რომ მათ წინაშე უკვე ძალიან დიდი ასპარეზი იშლება და მათი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სწორი მიდგომით, საქმისადმი, დისციპლინით, ურთიერთპატივისცემით და მაყურებლის გამხნევებით და აქვე მინდა გამოვიყენო ეს შემთხვევა და ყველა გულშემატკივარს სტადიონზე იყო მოსული დღეს, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, ყველას მადლობა გადაუხადო. ბევრი რამე მიღწევადია. ესევე ვაპირებთ გავაგრძელოთ ის გუნდური პრინციპები, რაც ჩვენთან მოქმედებს, ვთვლი რომ აქამდე ზუსტად მაგით მოვედით. ძალიან ბევრი ისეთი შედეგი მივიღეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი არ ელოდა და ამიტომ ეს პოზიტიური დინამიკა ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ ეს ყველაფერი კარგად დავასრულებთ და ლოგიკურ ფინალამდე მივიყვანოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ ურთულესი იქნება ეს ყველაფერი. მეტოქიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვეცდებით ჩვენს. ჯერ არაფერი არ დასრულებულა, პლეი-ოფი ორ თამაშიანია და მეორე თამაშზე ვეცდებით, რომ ის შედეგი, რაც გვინდა და ის მიზანი, რაც დავისახეთ, მივახციოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეხლა მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის, უფრო მეტი ანგარიში ჩვენ სასარგებლოთო დამთავრებული იყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაფერს არ ცვლის ეხლა ეს და ვემზადებით იგივენაირად შემდეგი თამაშისთვის. ეს პირველი თამაში იყო, არაფერი გადაწყვეტილა ამით და დღეიდან ვემზადებით უკვე შემდეგი თამაშისთვის, უფრო მნიშვნელოვანი თამაში იქნება ზაგრებში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. შეგახსენებთ, რომ საფასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას. წარმატებები უსურვოთ ჩვენს ახალგაზრდებს, ისევე როგორც პირველ ნაკრებს, რომელიც უკვე ბათუმშია და უკრაინასთან შეხვედრისთვის ემზადება. ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. მეტოქი კი აქამდე ჯერ არ დაგვიმარცხებია. საქართველოს უკრაინასთან 3 ფრე და 7 წაგება აქვს. ამ შეხვედრამდე მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილის ანიოლიმ და ნიკა კვეკვესკირმა. გვინდა შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა ძალიან ძლიერი მეტოქია. მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ოქტომბერში, რადგან ეს დაგვაკლდა და გამოსასწორებელია. სამწუხაროა, რომ საბა გოგლიჩიძე გამოგვაკლდა და დვალიც ტრამვირებულია. ამიტომ ცვლილებები იქნება.
თუ ვინ ითამაშებს მათ ნაცვლად, ამას ხვალ გავიგებთ. სკოლაში ცუდად ვსწავლობდი და მხოლოდ ის ვიცი, რომ ორი თამაშის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ. თუმცა არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჯგუფის მოგებას ვისახავთ მიზნად. ჩვენი მიზანია ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი. თუ კარგად თამაშობ, როგორც წესი, ბოლოს იღები იმას, რასაც იმსახურებ. ფეხბურთელებმა ეს იციან. არ ვართ მხოლოდ შედეგზე ფოკუსირებული. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც თავდაჯერება აუცილებელია, სითხავხედეც აუცილებელია მოედანზე, რომ არ შეუშინდე არავის და ის შემიზარების და ზუსტად ამას გულისხმობდი, რომ ამ ბალანსის პოვნა არის საჭირო და მგონია, რომ ამ ნაკრებს ეს ბალანსი აქვს და მგონია, რომ ხვალ ამას ვანახავთ. პირიქით თავდაჯერება საჭირო არის და გამოვმა თამაშებმა ზუსტად ეს თავდაჯერება მოხდა და ერთ-ერთი დამახასიათებელი ამ ნაკრების ის არის ზუსტად რომ არავის არ გვეშინია. უბრალოდ ეს რაღაცა თქვი რომ სიტყვაში არ უნდა გადაგვიდდეს, არ ამგონია რომ გადაგვიდე და უბრალოდ ძირელი ფეხის დაცემა იყო წინა თამაშები, რომელზეც რეაგირება უნდა მოვახდინოთ და უნდა ვანახოთ ზუსტად რომ ამ ნაკრებს შეუძლია ბალანსი იპოვოს და ამ მიზეზით არ უნდა ვაგებდეთ თამაშებს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი შედეგი შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენი პერფორმანსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ამ ფორმაციის ნაკრებს განსაკუთრებით შეეხება. შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებზე მედიასთან ისაუბრა უკრაინის ნაკრების მთავარ მამწვრთნელმა სერგეი რებროვმაც. ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული თამაში იქნება. საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა ექნება. უფრო სხვა თამაშს ველოდებით, მაგრამ ჩვენ ვეცდებით იგივენაირად აგრესიულები ვიყოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, იმედია კარგ თამაშს აჩვენებს. თითოეული ფეხბურთელი 100%-იან მზადყოფნაშია. არ ვიცი, როგორ ფორმაშია ახლა საქართველოს ნაკრები. ჩვენთან შეხვედრის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა და სათამაშო სქემა შეცვალა. ამიტომ ახლა გამოჩნდება როგორ ითამაშებს მეტოქე. პირველ რიგში ეს თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საინტერესო თამაში გველოდება. ვეცდებით კვარაცხელია ისე შევაჩეროთ, როგორც ეს პირველ შეხვედრაში გავაკეთეთ. საქართველოს განსაკუთრებით შეტევაში ჰყავს კარგი ფეხბურთელები. ამიტომ გავიმეორებ, რომ საინტერესო თამაში იქნება. შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერი ჩეხეთის ნაკრებია, რომელსაც 7 ქულა აქვს. საქართველო და ალბანეთი 6-6 ქულით მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ, ხოლო უკრაინის ნაკრები 4 ქულით ბოლო საფეხურზეა. კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვოთ ჩვენს ბიჭებს. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რა ანგარიშით დამთავრდება საქართველოს და უკრაინის შეხვედრა. აქვე თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.